გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას მოვედით ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით Sena i400-ით. და ჩვენი დღევანდელი მასპინძელია ბატონი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. ნიკო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მასპინძლობ და ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო. მოგზაურობთ. მადლობა. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, საქმიანობა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ასოცირების შეთანხმების მექანიზმის DCFTA-ის უფროსი ექსპერტი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული DCFTA-ის მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე. FS-ის ლუდსახარში საქართველოში კორპორატიულ საქმეთა დირექტორი. განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ათენის ბიზნეს ადმინისტრირების ლაბორატორია. მათემატიკოსი, მექანიკა, მათემატიკის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამხედრო პოლკოვნიკი და დიპლომატიური მრჩეველი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას, აპრიორში ვიძახი მორიგი საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას, იმიტომ რომ ჩვენ დღევანდელი მასპინძელი ყოფილა ამ გადაცემის სტუმარი არაერთხელ და შესაბამისად მისი სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესო და ძალიან დინამიურია ხოლმე. გამონაკლისი არც დღევანდელი ჩვენი დიალოგი იქნება. ბატონი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი არის ჩვენი მასპინძელი. ნიკო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად გვასპინძლობ. და მზად ხარ პირველი გაგვიზიარო შენი გამოცდილება, ხედვები და ძალიან ბევრ მიმართულებაზე გვექნება დღეს საუბარი. ნუ პირველეს ყოვლისა ვისაუბრებთ FS საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ვისაუბრებთ რა თქმა უნდა სტარტაპ ეკოსისტემაზე, ლოკალურად თუ გლობალურად, მაგრამ იმთავითვე გლობალურად, იმიტომ რომ სტარტაპი გლობალური ცნებაა და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველ რიგში, როგორ ხარ, როგორ მიდის საქმეები? დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ვარ ანდრო შენი სტუმარი. კიდევ ერთხელ გილოცავ, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ. და შესაბამისად ჩვენ თანამშრომლობა რა თქმა უნდა გრძელდება. კარგად, ნორმალურად ასე. კი ბატონო, ძალიან მაგარია. მოდი დავიწყოთ FS საქართველოთი. ესე იგი კომპანია შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში წერს წარმატების ისტორიას. რაც გვეუბნებიან ციფრები ამ მიმართულებით, როგორია დინამიკა, როგორი არის ლოკალურ ბაზარზე რეალიზების კოეფიციენტი და ასე შემდეგ. მისი ტექნოლოგიური კომპონენტის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი მოვაქციოთ ერთ ჩარჩოში. 2008 წლიდან საქართველოში და ეს იყო პირველი საერთაშორისო კომპანია ლუდის ინდუსტრიაში და სხვათა შორის ამ მომენტიდან ლუდის ინდუსტრია თვისობრივად შეიცვალა. რა თქმა უნდა, ახალი ტექნოლოგიებით, რა თქმა უნდა, ახალი მიდგომებით, აი მაგალითად, ხო, თუ მანამდე შაქარი თემა იყო ლუდის წარმოებაში, ჩვენი შემოსვლის შემდეგ ეს თემა გაქრა საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენ ეს ძალიან მაღალი სტანდარტი შემოვიტანეთ. მაგ მომენტიდან იწყება საქართველოს, ასე ვთქვათ, ლუდის ინდუსტრიის განვითარება. თუ 2008 წლამდე იმპორტირებული პროდუქცია იყო დაახლოებით 40-45%, ადგილობრივი პროდუქცია მხოლოდ 60-55%, დღევანდელი მდგომარეობით ადგილობრივი წარმოება არის 90% ბაზრის წილის უფრო მეტი, მხოლოდ 10%-ზე ნაკლებია იმპორტირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო კომპანიის შემოსვლამ, რომელმაც ასევე ასე ვთქვათ, შესაძლებლობა მისცა სხვა კომპანიებსაც, სხვა ძალიან დიდ მოთამაშეებსაც საქართველოს ლუდის ინდუსტრიით დაინტერესებული იყვნენ, ხო? ამას საშუალება მისცა, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი ინდუსტრია ეს კარგი ტერმინია ეროვნული გახდა იმ თვალსაზრისით, რომ 90% ბაზრის უფრო მეტი არის ადგილობრივი წარმოების.
და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ზოგადად თუ შევაფასებთ ლუდის ინდუსტრიის განვითარებას 2008 წელი, რა თქმა უნდა, იყო ის მომენტი, როდესაც ჩვენი ინდუსტრიით, საქართველოს ლუდის ინდუსტრიით უკვე უცხოური კომპანიები ინტერესდებიან. და დღეს უკვე შეგვიძლია თავმად ვთქვათ, რომ არა მარტო ჩემი კომპანია, ყველაფერს საქართველოს, არამედ სხვა ინდუსტრიის პარტნიორები, კონკურენტები და ასე შემდეგ, ასევე მაღალ სტანდარტს ვინარჩუნებთ, ხო? და ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც არის მაგალითად ლევენბრაუს წარმოებელი კომპანია, სტაროპრამენი არის რეალურად გლობალური ბრენდი, ჩეხური წარმოშობის, თქვათ, ჩვენი კონკურენტი კომპანიები ასევე ჰეინეკენს აკეთებენ, ხარშავენ საქართველოში, ისე როგორც თქვათ მილერს თუ ბავარიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ინდუსტრიის მიმართ არის ძალიან მაღალი ნდობა. კი ბატონო, ძალიან მაგარია და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. სხვადასხვა ეხა აი ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ნებისმიერ ინდუსტრიას სჭირდება ხელშეწყობა, ცალკეული მიმართულებებით და თან მით უმეტეს ეხა ერთ შეხედვით ისეთი პატარა ბაზარი ხო, რომელიც საქართველოს არის, შესაბამისად, ანუ აქ არის ხოლმე გარკვეული კომპონენტები, სადაც აი სახელმწიფო შართულობა საკანონმდებლო კუთხით, შესაბამისი საბაზისო ინფრასტრუქტურული კუთხით არის აუცილებელი. მე მაინტერესებს აი დღეს სექტორი რა საჭიროებებს მოითხოვს, ასე ვთქვათ, პირველი და მეორე ნაწილი აი აი თუნდაც იგივე გავყვეთ საგადასახადო კოდექსის პრეფერენციებს, იგივე ეკოსისტემის პრეფერენციებს. აი რა ჭირდება დღეს ინდუსტრიას, რომ ინდუსტრია კიდევ უფრო გაიმართოს და აი რაც ახსენე და გეთანხმები აბსოლუტურად, რომ ისე როგორც არასდროს დღეს ბაზარს უჭირავს ხარისხობრივი თამასა, ისე როგორც არასდროს დღეს კომპანიები ავითარებენ ტექნოლოგიებს, რაც პირდაპირ პროპორციულად ითარგმნება ხარისხში. მასშტაბად და მე ეს რო იყოს შენარჩუნებადი და გრძელვადიანი, ამისთვის ეკოსისტემის სტიმულირებაც არის საჭირო. რა ჭირდება დღეს სექტორს, რა სითხოს დღეს სექტორი და რაში შეუძლია მავანს პირობითად, ხო? ხელისუფლებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, აი კიდე უფრო დაასტიმულიროს ლოკალური წარმოება. კომპლექსური თემაა, რა თქმა უნდა, წინა შეკითხვის ერთ ციფრსაც გეტყვით, ეს არის დაახლოებით 133 მილიონი ლიტრის ბაზრის მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით. 133 მილიონი ლიტრი ლუდი იწარმოება და მოიხმარება საქართველოში, ხო? 133-ის 90% იწარმოება, 10% იმპორტირებულია, დაახლოებით 13 მილიონი ლიტრი. და ეს არის ჩვენი ბაზრის მოცულობა, კონკურენცია არის ძალიან მაღალი და კონკურენციის გამო არის პროდუქცია ხარისხიანი. ხო, კონკურენცია არის წინაპირობა ხარისხიანი პროდუქციის. კონკურენციის გარეშე არც სტაროპრამენი იქნებოდა საქართველოში ადგილობრივად ჩამოსხმული და არც ლევენბრაუ იქნებოდა საქართველოში ადგილობრივად ჩვენს მიერ ჩამოსხმული, ხო? რაც იმას ნიშნავს, ეს არის კარგი მომენტი, შეიძლება ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, თუმცა ეს არის ერთმნიშვნელოვნად კონკურენცია მომხმარებლისთვის არის კარგი და კომპანიებისთვისაც, რა თქმა უნდა, ამის გარეშე შენ ვერ განვითარდება. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ამ თემას, ზოგადად სახელმწიფო, ბიზნესი, ეს კომპლექსური თემა, ეს მარტო ჩემს და ვთქვათ ლუდის ინდუსტრიაზე არ არის, ან რომელიმე ინდუსტრიაზე არის. ეს არის ზოგადად იწყება, რა თქმა უნდა, ეს კლასიკურად, ხო, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუნდაც გარემოს დაცვის საკითხები და ასე შემდეგ. ამ კომპლექსში მოიაზრება საინვესტიციო გარემო და მხოლოდ ამ პერსპექტივიდან შეიძლება დაინახო ზოგადად ბიზნესის განვითარება, ინდუსტრიების განვითარება. დღევანდელი მდგომარეობით, რაღაც ასე ვთქვათ, ეგზისტენციალური საკითხები, როგორც ჩვენი ინდუსტრიის, ასევე ბიზნესის მიმართ არ დგას, ეს ფაქტია, თუმცა არის გამოწვევები. გამოწვევები, რა თქმა უნდა, ეხება იმას, რომ ახალი რეგულაციები, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული, ასე ვთქვათ, რეგულაციები და ერთ-ერთი პირადად მე და ჩემი კომპანია იყო ვთქვათ, პირველი, რომელიც მიესალმა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისი DCFTA-ის. მახსოვს ძალიან კარგად. და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით მივესალმეთ, იმიტომ კი არა, რომ თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ რეგულატორული, ასე ვთქვათ, landscape-ი, ეს გარემო უფრო მნიშვნელოვანი და ვთქვათ, upgrade-ი მოხდებოდა მთელი საქართველოს, ხო? როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად იგივე სურსათის უსაფრთხოებაზე, იგივე გარემოს დაცვაზე, იგივე ჩამდინარე წყლების გაწმენდაზე და ასე შემდეგ. ისე იგივე მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, ხო? ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შენ საზოგადოება ვითარდება და ამისი ძალიან კარგი ბაზა პრაქტიკულად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული იქნა. ეს ჩვენ მოვითხოვეთ, ვიღაცამ კი არ შემოგთავაზა. ეს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო მეტად თანამედროვე და ასე ვთქვათ, დასავლურ ცივილიზებულ სამყაროსთან მიახლოებული გამხდარიყო, ხო? ამ კონტექსტში ჩვენ ძალიან ბევრი რეგულაცია ეტაპობრივად, როგორც ქვეყანამ
მივიღეთ, თუმცა პრობლემა იყო ის, რომ ზოგიერთი მცირე და საშუალო განსაკუთრებით ბიზნესები, მსხვილ ბიზნესებს შემიძლია ვედაო ნებისმიერს ეს პრობლემა არ აქვს. ცოტა მეტი თავისტკივილია, ცოტა მეტი ხარჯია, თუმცა ეს ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, როდესაც არის მსხვილ ბიზნესზე საუბარი. აქ თემა მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც ჭირდება მხარდაჭერა იმისათვის, რომ ახალ რეგულაციებზე მათი გადასვლა უმტკივნეულოდ მოხდეს. ლუდის ინდუსტრიას რაც შეეხება, რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ყოვლის მომცველი საკითხები იყო ჩვენთან მიმართებაში, თუმცა ორი კონკრეტული საკითხი ჰქონდა. ერთი იყო აქციზის, ასე ვთქვათ, სტრუქტურის ცვლილება, ანუ აქციზის სტრუქტურის ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ აქციზის გადასახადს ვიხდიდით ლიტრაჟობის მიხედვით, აი მაგალითად 2017 წლამდე ჩვენ აქციზის გადასახადს ვიხდიდით litrების მიხედვით. მაგალითად 1 ლიტრი ლუდის 5 გრადუსიანი იქნებოდა 4-იანი თუ 8 გრადუსიანი, ჩვენ კონკრეტულად ვიხდიდით 60 თეთრს. თუმცა 2017 წლიდან უკვე ევროკავშირის, ასე ვთქვათ, რეგულაციის მიხედვით ჩვენ უკვე გადავედით არა litraჟის მიხედვით გადახდაზე, არამედ ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით. რეალურად პრაქტიკულად იგივე გადასახადია, იმიტომ რომ 1 გრადუსი ალკოჰოლის განიცადა როგორც 12 თეთრი, შესაბამისად 5 გრადუსიანი სტანდარტული ლუდი იხდის ისევ 60 თეთრს. თუმცა ამას საშუალება მისცა ზოგადად ინდუსტრიას ჩვენ მათ შორის, რომ დაბალ ალკოჰოლური ლუდი, ეგრეთ წოდებული ლაითი, გამჭვირვალებელში ხარვა მაგალითად, განვითარებული იყო და მსგავსი ლუდის, ასე ვთქვათ, სეგმენტი ბაზარზე წამოსული იყო. და გაჩნდა 4.5 გრადუსიანი, 4.7 გრადუსიანი, 4 გრადუსიანი, რომელიც მოსახმარებლად უფრო easy drink, ასე ვთქვათ, ადვილი დასარლებია, ემნური თვისებებიც უფრო, ვთქვათ, კომპლექსური და კარგი აქვს და ასე შემდეგ. ანუ რეგულაციამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტის განვითარება. და სწორედ ესე ვუყურებ ამ შესაძლებლობას, როგორც დავიწყოთ გამოწვევით, თუმცა ეს არის შესაძლებლობა და არა პრობლემა, რომელსაც შეიძლება ვიღაცა ხატავდეს, რომ აი პრობლემა შეიქმნა, ხო? ანუ ამ რეგულაციამ გამოიწვია ის, რომ განვითარდა და დღეს დაახლოებით ბაზრის 20% არის ეგრეთ წოდებული ლაითი ლუდი, ხო? აი კორონა ექსტრას კატეგორიის, ვთქვათ, ხარვას, ანუ ჩვენ წარმოებული ხარვას კატეგორიის და ასე შემდეგ. ანუ ეს არის პრაქტიკულად ის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს რეგულაცია რაღაც ჩვენ ბიზნეს, ასე ვთქვათ, მოდელებს მოვარგოთ. კიდევ ერთი საკითხი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომელზედაც დღესაც ვმუშაობთ, ეს არის გარემოს დაცვის მიმართულებით, ეს არის წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კი, ბატონო, ნარჩენების მართვა, ცირკულაცია, ცირკულარული ეკონომიკა და ასე შემდეგ. რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ნაკადი არსებობს, მათ შორის შესაფუთი ნარჩენები, უბრალოდ შესაფუთი მასალები, როგორც ნარჩენები, სასმელების ინდუსტრიაში, პეტის ბოთლი, ძირითადად, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აქვს მიღებული, თუმცა არის სერიოზული კონტაქტები ხელისუფლებასთან, ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვისთან ერთად მუშაობ და დიდი ალბათობით ჩვენ მივიღებთ ამას საუკეთესო კომპრომისურ მოდელს, რომელიც ინდუსტრიისთვისაც კარგი იქნება და რა თქმა უნდა გარემოსთვის და რა თქმა უნდა მომხმარებლისთვის, ხო? ეს კონტაქტი ეკონომიკის სამინისტრო იქნება, ფინანსთა სამინისტრო იქნება, თქვენ ახსენეთ შემოსავლების სამსახური, ჩვენივრად აბსოლუტურად პარალელური, ძალიან იოლი ურთიერთობა. მე იმას არ ვიტყვი, რომ თქვათ ყველა ჩვენი მოთხოვნა, ასე ვთქვათ, რეალიზდება რომელიმე, ასე ვთქვათ, კანონქვემდებარე აქტში თუ ცვლილებების სახით. თუმცა გაგება თანამშრომლობის არსებობს, ეგრეთ წოდებული public private dialogue არის და ამის მიხედვით ჩვენ მაქსიმალურ, ასე ვთქვათ, კომპრომისზე მივდივართ და ამის გამოცდილება ჩვენ გვქონდა მაგალითისათვის წლების წინ ჩვენ საგადასახადო კოდექსში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ, სადაც ელექტრონული მარკირების შემთხვევაში ეგრეთ წოდებული საწარმოო დანაკარგების თემა საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან. ეს იყო სერიოზული პრობლემა, რომელიც ზოგადად ინდუსტრიას ჰქონდა, ჩვენ ჰქონდა როგორც კომპანიას, იმდენად გაურკვევლად იყო საწარმოო დანაკარგები. აი მაგალითად, თქვენ რაღაცა ინფუტი გაქვთ 100 ერთეული, შემდეგ ამზადებთ იქიდან, პირობითად ვამბობ 90 ერთეულს, ანუ საწარმოო დანაკარგი გაქვთ 10, ეს ვთქვათ მიღებული თემა, თუმცა შეიძლება აუდიტმა შემოწმებულმა თქვას, ვიცით რა არის, შეიძლება 10% კი არ იყოს, ეს იყოს 5% და შესაბამისად ის დარჩენილი 5% დაგბეგროს და შესაბამისად დაგაჯარიმოს და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო სერიოზული პრობლემა ზოგადად ინდუსტრიაში. კარგი არგუმენტირების შემთხვევაში ეს მივედით იმ ფაქტამდე, რომ საწარმოო დანაკარგები არის ინდუსტრიის, ანუ კომპანიის პრობლემა. ჩემი არაეფექტურობის პრობლემა და არა ის თემა, რომ მე რაღაცა შეიძლება
თქვათ მარცხნივ გავიტანო გასაყიდად. კი ბატონო. მივიღეთ თან მით უმეტეს რომ ლუდის ინდუსტრია ესეც რომ ვიცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია არის დღევანდელი მდგომარეობით ერთ-ერთი გამჭვირვალე ინდუსტრია. მე არ ვიცი თქვა წლების წინ რა ხდებოდა, თქვა სადღაცას ჩამოსასხმელი, რომელიც მიდიოდა, აქციის არ იხდიდნენ თუ იხდიდნენ, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა არ ვიცი ის თემა რაც მანამდე იყო. დღევანდელი მდგომარეობით არის აბსოლუტურად ყველა ლიტრი აღრიცხული, მარკირებული ელექტრონულად, გადასახადი გადახდილი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ონლაინ რეჟიმში ხდება შემოსავლების სამსახურთან. სწორედ ეს არის ძალიან კარგი პოზიტიური თემები, რომ კანონმდებლობაც მიუსადაგეთ ამ ყველაფერს და ერთ-ერთი პრობლემატური თემა, რომელიც ზოგადად არსებობდა, ის აბსოლუტურად ჩავხსენდა. ამას გეუბნებით 2017-18 წლებში. ეს მოვაგვარეთ. და ასე ძალიან კარგი აი სინთეზი გამოიყვანე ხა ამ საგადასახადო კოდექსის, ევრონორმატივების, ევრორეგულაციების და რა თქმა უნდა იმ საჭიროებების, რაც აქვს ბიზნეს. ძალიან კაი სინთეზი იყო, მართლა ძალიან კაი სინთეზი იყო და მოდი ხა ნელ-ნელა მადლობა უპირველეს ყოვლისა და მოდი გადავიდეთ ხა ნელ-ნელა მათ შორის აი ინდუსტრიულ კომპონენტებზეც. ჩვენ არა ეს ევროპული სისტემაა და ხა არ დამოვიწყდება არასდროს მადრიდში სხვათა შორის ერთი აი პატარა გადახვევას გავაკეთებ ინდუსტრიულად ზეთისხილის თემაზე გადავალ უცბად რა აი ძალიან მოკლედ მამაშვილი გავიცანე მადრიდში რომელსაც საოჯახო ბიზნეს საქმიანობა ჰქონდათ და რიტეილ ქსელებში მათი ზეთისხილის პროდუქცია იყო წარმოდგენილი პატარა ბუტიკურ სივრცეებში და უბრალოდ კითხვები გამიშთა ეხლა მეთქი აი როგორ აწარმოებთ რას აკეთებთ როგორ აკეთებთ და აი რაც არ დამოვიწყდება იყო აი ამ მამის დაახლოებით 60 წლამდე კაცი იყო შეწუხებული სახე რომ აი როგორ მიყვარსო, აი ამასო რაც ვაკეთებო, აი ეს მიყვარსო, აი ზეთისხილი მიყვარსო რა და აქედან მიღებული ექსპერიმენტები და უცბად საბოლოო ჯამში რა რეგულაციებზე დგას ეს ყველაფერიო, რო წარმოიდგინო, ანუ რა ნორმატივები იქ, HACCP სტანდარტი, ISO სერტიფიცირების საკითხი, ანუ გავდივარ დაახლოებით 6 ნორმატივს, რომ ეს ყველაფერი დახლზე მოხდესო, მაგრამ ღირსო, იმიტომ რომ ვიცი რომ ხარისხს ვაწარმოებო რა. ანუ რეგულაციის აღქმა ასეთი უნდა იყოს. ეხლა რეგულაცია ვის უყვარს, განსაკუთრებით ბიზნესს, რატო უნდა უყვარდეს რეგულაცია, მაგრამ ეს არის ერთგვარი კონსტიტუციაც იმისა, რომ ეხლა ევროპის ბაზარზე ხა გიჟები არ არიან ცხადია ხო, ანუ მათ იციან ხარისხის ფასი და ზუსტად აი ამ ხარისხი არის ზუსტად აი ამ რეგულაციების გამოძახილი, ლოგიკური რეგულაციების რაც უნდა იყოს. უბრალოდ მე რჩებოდა ხოლმე ისეთი განცდა ყოველთვის რომ ჩვენ რატომაც გვიყვარდა უკუღმა რეგულაციების წამოღება და არა იმ რეგულაციების წამოღება, რომელიც მართლა საჭიროა პირობითად სექტორალური განვითარებისთვის. ამიტომაც აი ზეთისხილის წარმოებლები ჩემთვის არიან რეგულაციის და ხარისხის სინთეზის ძალიან კარგი მაგალითები საბოლოო ჯამში. ამიტომაც მოყვები აბსოლუტურად. მოდი ახლა გადავიდეთ ინდუსტრიულ ნაწილზე და წარმოების ნაწილზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხა ჩვენ გვისაუბრია ამაზე პრივატულად თუ პირდაპირ ეთერებში, რომ აი მაგალითად სიტყვაზე საქართველოს ჰქონდა და აქვს დღემდე ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ თუნდაც ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე ვაწარმოოთ მინა, ვაწარმოოთ პლასტიკატი, ვაწარმოოთ ალაო და ასე შემდეგ, ანუ რაც საბოლოო ჯამში არის ლუდის წარმოების ძალიან კარგი ჯაჭვი. იმპორტის დამოკიდებულების კუთხით, აი ხა რაც მე ჩამოვთვალე, ხო და კიდე მილიონი ტექნოლოგია რაც ლუდის წარმოებას სჭირდება, რას ვაწარმოებთ საქართველოში, რა შემოგვაქვს. ხო, ეს არის სერიოზული თემა, სხვათა შორის მასშტაბის ეკონომიის და ზოგადად ამ ეკონომიკის, ასე ვთქვათ, გათვალისწინებით არაეფექტურია, ვთქვათ, ის რომ ადგილობრივი წარმოების, ასე ვთქვათ, პროდუქციამ გაუწიოს კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციას. ამ შემთხვევაში საუბარია როგორც ვთქვათ, მანქანადანადგარებზე, ტექნოლოგიურ ნაწილზე, ასევე ვთქვათ, ნედლეულზე. კი, რაღაცა ნედლეული შეიძლება ადგილობრივად იწარმოებდეს, მაგრამ ესეც კიდევ ერთხელ კომპლექსური თემაა, თუ ინდუსტრიულ თემაში ხარ. Ну, რა თქმა უნდა, ყველაზე იაფი საიდანაც არის, ну, ხარისხზე კომპრომისი შეთანხმებული ვართ, რომ არ შეიძლება რომ რაღაცა პრობლემა გქონდეს, თუმცა ერთ-ეგივე ხარისხი, ერთ-ეგივე პროდუქცია საქართველოში უფრო ძვირია, ნედლეულის თვალსაზრისით, ვიდრე იმპორტირებული მასშტაბის ეკონომიის გამო. ყოველდღიურად ამის გამო, იქ პირობითად მილიონ ტონას აწარმოებენ, ჩვენ შეგვიძლია თქვა 1000 ტონის წარმოება, ხო, განსხვავებაა დიდი. თუმცა თუ ჩვენ სხვა მიმართულებას ავირჩევთ და ნიშურ, თქვათ, მაღალ, ასე ვთქვათ, ხარისხის და მათ შორის მარკეტინგულად, ხო, მაღალი კატეგორიის პრემიალურ ბრენდებს შევქმნით, მაშინ უკვე ადგილობრივი წარმოების ნედლეულის, ასე ვთქვათ, განვითარებას ექნება ძალიან დიდი საფუძველი. და ძალიან ბრწყინვალე მაგალითი გვაქვს ქართული წითელი ღვინო. ხო, ეს არის სუპერ მაგალითი. კი, თეთრ ღვინოში შეიძლება მაგალითად სამხრეთ აფრიკას და ჩილეს და არგენტინას
ვერ გაუწიოთ კონკურენცია და ვერც გაუწევთ კალიფორნიას, ნაპაველის ვერ გაუწევთ თეთრ ღვინოში, თუმცა წითელ ღვინოში, აი fine wine კატეგორიაში სერიოზული წარმატების შესაძლებლობა გვაქვს. რაც ფაქტებმა დაადასტურეს უკვე. წითელი ღვინო არის ის აფერავის კატეგორიის, რომელიც შეიძლება მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. კი ბატონო. რატო? იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული პრემია. ძალიან კაი პარალელია. აი ძალიან კაი პარალელია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად ლუდის ინდუსტრიაზე, ლუდის ინდუსტრიას ექსპორტი როგორც წესი არ აქვს. იმიტომ რომ ლუდი ლოკალური პროდუქტია. ანუ ადგილობრივად ჩვენ ვასხავთ. ერთადერთი გამონაკლისია თუ სუპერ პრემიუმი გაქვს. მაშინ ახარ ექსპორტზე. აქედან გამომდინარე ჩვენ რომ სუპერ პრემიუმს მივახციოთ, ამისთვის დრო გვჭირდება. რა არის საჭირო? რომ გადავიდეთ უმაღლეს ლიგაში. დრო არის საჭირო. არ შეიძლება, აი მაგალითად 1264 წლიდან იხარშება ლეფე. გასაგებია. ანუ ეს თემა ყოველთვის, თუმცა ამისი პოტენციალი გვაქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ, ლოკალურად უნდა გავძლიერდეთ საქართველოს ბაზარზე. ვინც ჩამოდის საქართველოში სტუმრად, რაღაცა ფორმით ემოციური კავშირი აქვს საქართველოსთან და შესაბამისად ბრუნდება თავის ქვეყანაში და ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ეძებს ქართულ პროდუქციას, სადღაცაც რო შეხვდება ის ძალიან კარგი მოგონებები და ემოციები წამოუტივტივდეს და გაიხსენოს, ხო, სწორედ ეს არის ჩვენი ბაზარი. უცხო ბაზარზე შენი პროდუქციით შედიხარ და ეუბნები კარგია, ძალიან ძნელია, ძალიან ძვირი გიჯდება. ამ ძალიან დიდ კონკურენციაში მსოფლიო მასშტაბით რომ შენი თუნდაც სუპერ პროდუქცია ვიღაცას მიყიდო. შანსი არ არის. ძალიან მცირეა შანსი, რომ შენ წარმატებული იქნები. თუმცა შენი ბაზარი ამ შემთხვევაში არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ჩამოდის და ყოველწლიურად საქართველოს 5 მილიონზე მეტი ტურისტი, ვიზიტორი ყავს. ეს არის ჩვენი ბაზარი. წლების შემდეგ, ხო, ეს რო ჯამურად გამოვა 100 მილიონი, 200 მილიონი ადამიანი, რომელიც ემოციურ კავშირშია ჩვენთან. ეს არის ჩვენი ბაზარი. თუ ამას კარგ სეგმენტაციას გაუკეთებ, ზუსტად გვეცოდინება ვინ საიდან მოდის და ტარგეტირებული, ასე ვთქვათ, მიზანმიმართული მარკეტინგით, სწორედ იმ ადამიანებთან ვიმუშავებთ, რომელიც ჩვენი ბაზარია და ესე იზრდება ბაზრები. და შესაბამისად ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენი რომელიმე ბრენდი პრემიალური გახდეს, ამას სჭირდება დრო. ნუ იმედია 8 საუკუნე და 45 წელი არ დაგჭირდება. ამის ისე სხვათა შორის აი ლუდი არის ყველაზე ევროპული, ლუდი არის ევროპა და რატო? მე-18 საუკუნეში რამდენად სწორად ვიცი ეს ისტორიული არტიფაქტი, გერმანელმა კოლონისტებმა, როდესაც საკუთარი ტექნოლოგია შემოიტანეს ბოლნისის რაიონში, ნიუ-შვაბია, ელიზაბეტტალი, ლუქსემბურგი და ხო, და იქ და უცბად დახვდათ ქართული მთის ლუდის ტექნოლოგია. ანუ ეს იყო ძალიან მაგარი სინთეზი ქართულის და ევროპულის და საბოლოო ჯამში რეალურად მე ინდუსტრიაც მოდის და მოდის, ვითარდება და მე ინდუსტრიას პირადად შენ და რა თქმა უნდა FS საქართველოს ძალიან ბევრ წარმატებას უსურვებ. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. ძალიან იშვიათად გვისაუბრია, მე და შენ ახლა სხვა თემაზე გადავდივარ. თუმცა ძალიან მიჭირს ლუდის თემას მოვშორდეთ, ხო? მაგრამ რამდენი წელი ახლა მე და შენ მეგობრობთ, რამდენ გადაცემაში ყოფილიყარ ჩემთან და არასდროს გვისაუბრება, მაგრამ ძალიან იშვიათად გვისაუბრია სტარტაპ მიმართულებაზე და სტარტაპ ეკოსისტემაზე.
და დღეს გვაქვს შანსი, რომ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და ვისაუბროთ სტარტაპზე. მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემა არის თუ არა იმ თავით მოჯადოებული წრე, მოდი ცოტა ეს პროვოკაციონარი ვიკითხვა მინდა დავსვა. სანამ ჩვენ გავარღვიოთ ამ წრეს. თან ხო თან არა. ოკეი. იმიტომ რომ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს მაგ მიმართულებით. არის ძალიან ბევრი ასე ვთქვათ შეფასების კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ჩვენ წლების განმავლობაში მივიწევთ წინ. შესაბამის თანხებიც იყო დახარჯული ამისთვის, თაობა გაიზარდა, რომლისთვისაც ენტერპრენერობა, სტარტაპერობა უკვე თემა, მოდაშია და კარგი ტრენდია და შესაბამისად ჩვენ ყოველი წლის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ახალი იდეების რეალიზების, ასე ვთქვათ, მომსწრეები გავხდებით. ჩვენ როდესაც სტარტაპ ეკოსისტემაზე, ზოგადად ინოვაციურ ეკოსისტემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვფიქრობდეთ იმ კომპონენტებზე, რისგან შედგება. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ანტრეპრენერი, ანუ სტარტაპი, თვითონ ეს ადამიანების ჯგუფი, ინდივიდუალები, რომელსაც ეს იდეები აქვთ და ეს მოწადინებულები არიან რაღაცა გააკეთონ. მეორე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც აკადემიას უწოდებთ, ეს არის განათლების კომპონენტი. განათლება, უნივერსიტეტები, სასწავლო ცენტრები, თუნდაც ის პატარა რაღაცა კურსები, ანუ ჯამში ზოგადად ყველაფერი ის, რაც ეხება განათლებას. ხო, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებიდან დაწყებული, სადაც პირობითად კოდირებასაც სწავლობენ, დამთავრებული, თქვათ, იგივე სამეწარმეო საქმიანობი, თუნდაც მარკეტინგი და ასე. განათლების კომპონენტი ეს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მესამე ნაწილი ეს არის ხელისუფლება. ხელისუფლება, ანუ ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა, თქვათ, მისდევს და ახორციელებს, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას, მათ შორის საკანონმდებლო საკითხები. ძალიან კარგი ინფორმაცია გავიგე ამას წინათ, რომ ჩვენთან ინოვაციების შესახებ და research and development-ის შესახებ 10 წლიანი საშეღავათო პერიოდი. ეს იქნება და ძალიან კარგია. ხო, ანუ სახელმწიფო ეგ მოგეწონა, რადგანაც მაგ თემას შეეხება. მაგას გავშლით. თემა არის ის, რომ ჩვენ ასევე რაღაცა ფინანსური ინცენტივი უნდა მივცე და ეს ინცენტივი შეიძლება იყოს ერთის მხრივ უშუალოდ ქეში მისცე, რაღაცა ფორმით და მეორე ქეში არ გადაახდებინა, ხო? და იგივეა რეალობაში. რაღაცისთვის და ამ წაახალისო მაგალითად კვლევებისა და განვითარების მიმართულება და პროცენტულად საქართველოს ძალიან ცოტას ხარჯავს მაგ მიმართულებით. ნუ თქვენ ბოლოდან დავიწყოთ. თუ ბოდიში გაგაწოდეთ მეოთხე კომპონენტი, ხო? მეოთხე კომპონენტი, რა თქმა უნდა, არის ეგრეთ წოდებული მხარდამჭერი ორგანიზაციები. კი ბატონო. მათ შორის ბიზნეს კლუბები, აქსელერატორები, ინკუბატორები, თქვათ incubation, სადაც იდეების, ასე ვთქვათ, ინკუბაცია ხდება. ასევე ვთქვათ ის ასოციაციები, რომლებიც სექტორული ამ თემაში, რომლებიც ერთად უნდა იყვნენ და ერთად უნდა თანამშრომლობდნენ, ხო? coworking სივრცეები მაგალითად. ეს ყველაფერი არის მხარდამჭერი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციები, მათ შორის ადგილობრივი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მეხუთე, ვთქვათ, ეს არის რისკის კაპიტალი. არა ვენჩორული ამ შემთხვევაში, არამედ რისკის კაპიტალი, angel investment-ების, ინვესტორების დონეზე, ანუ მაღალ რისკიანი თემა, არა საბანკო, ასე ვთქვათ, კრედიტები, არამედ ჩემი, შენი და ჩვენ, ვთქვათ, ენთუზიასტების და მათ შორის ინსტიტუციონალური ენთუზიასტების, ასე ვთქვათ, ანგელოზი ინვესტორების ორგანიზაციები, რომლებიც პირველად ეგრეთ წოდებულ seed capital-ს მანის აძლევენ სტარტაპებს. უამისოდ, რა თქმა უნდა, ის ვერ გამithარდება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მეექვსე კომპონენტი ეს არის ინდუსტრია. ანუ ინდუსტრია, რომელმაც მხარი უნდა დაუჭეროს, ასე ვთქვათ, სტარტაპს. ჩვენ რატომღაც ვგონია, რომ სტარტაპი ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს და ინდუსტრია ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს. მაგალითად, მე თუ ვარ კლუბის ინდუსტრიაში, მე უფრო მეტი ექსპერტიზა მაქვს ზოგადად ამ სფეროში, ხო? ჩვეულებრივი ამბავია. ისე როგორც თქვენ უფრო მეტი ექსპერტიზა გაქვთ თქვენ სფეროში, რაშიც მოღვაწეობთ. შესაბამისად, სადღაცას მაგალითსათვის იდეა, როდესაც იდეა რა არის, რაღაცა პრობლემის გადასაწყვეტად მიმართული ძალისხმევა, ხო, რომ აი ეს უნდა განვავითარო. როგორც მინიმუმ მისი ამ იდეის გატესტვა ინდუსტრიაში, ანუ ჩემს კომპანიაში ეს ამა თუ იმ ფორმით თუ მე მეხება, ჩემთან უნდა მოხდეს, მე უნდა ვეთანამშრომლო. ის, როდესაც მაგალითად რისკის კაპიტალი კომპონენტს რისკის კაპიტალთან აქვს წვდომა, ჩვენ ეგრეთ წოდებულ smart money-ზე ვსაუბრობთ. ფულთან ერთად ჩვენი ნეტვორკი მიდის მათთან, ჩვენი გამოცდილება მიდის, ჩვენი დახმარება, რომელიც აბსოლუტურად უფასოა და ეს შეიძლება ბევრ ფულზე უკეთესი იყოს. ანუ გამოცდილება და კონტაქტზე გაყვანა, ხო? ცხადია. ანუ ჯამში ეს 6 კომპონენტი რაც ჩამოვთვალე, ხო, სტარტაპიდან დაწყებული ინდუსტრიით დამთავრებული ჯამში, ხო, ქმნის ჩემი აზრით ინოვაციურ ეკოსისტემას. რაც საქართველოში სამწუხაროდ არის ფრაგმენტული.
მე არ თანამშრომლობ აკადემიასთან, როგორც ინდუსტრია არ თანამშრომლობს სტარტაპებთან, სტარტაპები არ იცნობენ მხარდამჭერ ორგანიზაციებს, ანგელოზი კაპიტალისტები, ასე ვთქვათ, ინვესტორები არ იცნობენ აკადემიას, ანუ განათლებას და ასე შემდეგ. ამისი გამოსწორების ძალიან ბევრი მეთოდი და მოდელი არსებობს და დღეს საქართველოში რაც ხდება, ჯიტა ამ შემთხვევაში, ხო, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე იტვირთავს ხოლმე იმ ფუნქციას, რა ფუნქციაც მაქვს მე ინდუსტრიას და რა ფუნქციაც აქვს აკადემიას და რა ფუნქციაც აქვს, თქვათ, რისკის კაპიტალის კომპონენტს. ის აფინანსებს, იმიტომ რომ სხვა კომპონენტები არ მუშაობენ. და ის იძულებულია ეს გააკეთოს, იმიტომ რომ ეს ინოვაციური ეკოსისტემა უნდა მუშაობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ მივალთ იმ დონეს და ამასაც წლები ჭირდება. მე მგონია რომ უფრო სწრაფად ვიდრე სხვებმა გაიარეს და ეს ფრაგმენტიზაცია, რომელიც დღეს გვაქვს საზოგადოებაში, ერთმანეთს უახლოვდება. უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, უფრო მეტი თანამშრომლობის შეხების წერტილები გვაქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არავინ ერთმანეთის კონკურენტი არ არის. აქ ყველა არის პარტნიორი ერთმანეთის. აი, მართლა უმაგრესი 6 პუნქტიანი გეგმა ჩამოთვალე. ამაში გეთანხმები, რომ ეს არის ფრაგმენტული სამწუხაროდ ჩვენთან და მოდი ახლა გავყვეთ 6-ვე პუნქტს შენი ნებართვით. მოდი დავიწყო, ხო, იდეები ყველაზე ნაკლები პრობლემაა, იმიტომ რომ იდეების მეტი რა გვაქვს, ხო? ჩვენ ამისგან გავაკეთებთ თავიც. საგანმანათლებლო ეკოსისტემაშიც პლუს მინუს მეტ-ნაკლებად არსებობენ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, სივრცეები, რომლებსაც აი ეს ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტები შედარებით მაღალ დონეზე აქვს წარმოდგენილი, არ დავასახელებ, ახლა რეკლამაში ვარ ჩაგვეთვალოს, რამდენიმე გვყავს ასეთი. ხო, აი, გადავდივართ მესამე პუნქტზე, სადაც მე მაქვს ჩემეული ხედვები. ცურვა როგორ ისწავლე? დინარეში, ალბათ, სოფელში. ხო, ან მეც, მაგრამ მე მომკიდეს ხელი. არაპროფესიონალურად. მე მომკიდეს ხელი და გადამაგდეს. და იქ შევეჩვე, ხო, სხვადასხვა აი ხოხტები ასე მისკენაც მიყავს საუბარი. და ყველაზე მაგარი რა იყო? მორევი, როცა არის, ანუ არასდროს არ დამავიწყდება, შეძახილი, რომ ანუ როდესაც მორევმა ჩამიწვია, ვიღაცამ დაიყვირა ნაპირიდან აღარ მახსოვს, გაჩერდიო, ანუ არის ფართხალოო რა, გაჩერდიო და თავის დამოგაგდებსო, ანუ პანიკაში არ ჩავარდება. ეხლა რატო გავიხსენე ეს პრეისტორია ცურვის სწავლის. და ჩემეულ ხედვას ვიძახი, ეხლა მე არ მინდა მაყურებელს მოვახვიო თავს, არავითარ შემთხვევაში ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, კარგია ნებისმიერი საგადასახადო შეგავათი. კარგია საგადასახადო ლიბერალიზაცია. თან მithumetes 10 წლიან ნულოვან დაბეგვრის პრეფერენციაზე გვაქვს საუბარი, ხო? 10 წლიან საშეღავათო პერიოდზე უბრალოდ. ჩემი აზრით ჩვენ აი ამ პატივსაცემ ეკოსისტემას, რასაც ინოვაციები და ტექნოლოგიები ქვია, ჩემი მოკრძალებული აზრით, იმთავითვე ვუნერგავთ გადასახადების არ სიყვარულს და არა ადმინისტრირების ნაწილს. და ადრე თუ გვიან, როცა ისინი გახდებიან 5+1, 6 გადასახადის გადამხდელი, მერე ისინი დიდი ალბათობით იმ მორევში დაიწყებენ ფართხალს, ჩემი აზრით. როგორ ხედავ ამ თემას და აი მოდი აი თუნდაც იგივე პოლემიკაც შეგვიძლია წარმართოთ ფორმატ გვაძლევს ამის საშუალებას და მოკლედ დაჯობია თან შენთან დისკუსიას და კამათს და დიალოგს იმთავითვე აი იქიდან გამომდინარე რამდენად სწორია შენი აზრით ჩემეული ეს ხედავ მე ცოტა ცუდი პოლიციელის როლი მივინიჭე ხა რა კი ნუ ახლა გადასახადები და სიკვდილი ეს ორი ცნებაა ხო რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ ავირიდებთ ნუ გადასახადები თუ ეს სწორი მიმართულებით მიდის, ქვეყანაში კარგად იხარჯება, და პოზიტიური განწყობით შევხედოთ ამ ყველაფერს, ხო? გადასახადები კარგია, იმიტომ რომ ქვეყანა განვითარდეს. ხო? სოციალური თემები დაფინანსდეს, ჯანდაცვა დაფინანსდეს, ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ასე შემდეგ. თუ არასწორად იხარჯება, ეს უკვე პრობლემაა და შენ როგორც გადასახადის გადამხდელს გიჩნდება იმისი განცდა, რომ შენ რაღაც ცუდისთვის, უბრალოდ შენ კარგი მიზნებით იხდი გადასახადს, თუმცა ვიღაცა მავანი ცუდისთვის იყენებს შენთვის საზოგადოებისთვის, ხო? ნუ თუ პოზიტიურად შევხედავთ, ყოველი ჩემი გადახდილი გადასახადი მიემართება ქვეყნის განვითარებისკენ და ცხოვრების დონის ამაღლებისკენ. ხო, ეს არის პოზიტიური ნაწილი. ეხლა შეეხება სტარტაპებს, რომელსაც დასაწყისში ფული არ აქვთ. ეს როგორც განსაზღვრება, რომ არ აქვთ. და ერთ-ერთი პრობლემა ზოგადად სტარტაპისთვის შეიძლება ძალიან ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივად ჟღერდეს, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ სტარტაპს ბევრი ფული აქვს დასაწყისში. და ბევრ ფულს ეგრეთ წოდებულ წვავენ. ყველა სტარტაპი ბევრი კვლევის მიხედვით, ვისაც ძალიან ბევრი ფული ჰქონდა დასაწყისში,
მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. რომ ეგრეთ წოდებული agile ვერ გახდნენ და შესაბამისად ვერ გაუძლეს იმ ძალიან დიდ წნეხს, რომელიც შემდეგ აუცილებლად გექნება, როდესაც უკვე ბიზნესად გადაიქცენ. შესაბამისად, სტარტაპს ფული არ აქვს, მისგან ფული ვერ უნდა ამოვიღოთ და არ უნდა ამოვიღოთ. ხელი უნდა შევუწყოთ მათ. რომ ფული შორის საგადასახადო შეღავათებით, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, არსებობს რაღაცა გადასახადი, რომელიც ყველამ უნდა გადავიხადო, ხო, თქვა საშემოსავლო და ასე შემდეგ. თუმცა ახლა მოგების გადასახადი რო არ უნდა გადაახტევინო, მაშინ როდესაც პირველი პირობითად ლარი გააკეთა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი milestone-ია მათ ცხოვრებაში, ხო, პირველი შემოსავალი და პირველი გაპლუსება ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეს 3 წლიანი თუ 5 წლიანი პერიოდი გაიარეთ და რეალურად თქვენ ჩამოყალიბდით როგორც ბიზნესი. და შემდეგ, პირველი, ასე ვთქვათ, დაახლოებით 80% სტარტაპების, თუ მეტი არა, 3 წლის განმავლობაში, 5 წლის განმავლობაში იღუპება. იღუპება კი. აქედან გამომდინარე, ფული, ქეშია ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც ბევრი ქეში, ასევე ქეშის არ ყოფნა. შესაბამისად, იმდენი უნდა მისცე, რომ ყოველთვის იყოს დაცაბული, ყოველთვის იყოს, ასე ვთქვათ, მობილიზირებული ფორმაში და ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ეს ერთი ნაწილი. წეგან რო ვახსენეთ, ვთქვათ, ინოვაციები, უფრო სწორედ research-ისა და development-ს, ან კვლევებისა და განვითარების R&D-ს ნაწილზე შეღავათ საქართველოს სამწუხაროდ არის ძალიან ქვემოთ იმ ქვეყნებს ჩამონათვალში, სადაც რომლებიც ხარჯავენ ფულს კვლევებისა და განვითარებისთვის, ხო? მე ერთ-ერთი ჩემი სტარტაპისთვის, ხო, ჯერ შედეგი არ დაგვიდია შესაბამისად ამაზე შემდეგ გადაცემებში მომავალში ვისაუბრებთ, ხო? დამჭირდა მაგალითისათვის ვამბობ რაღაცა სპექტროსკოპი. ხო, ერთ-ერთი თქვათ ნუკლეომაგნეტიკ, მეორე რამანის, მესამე თქვათ იგივე ინფრაწითელი, Fourier transform, infrared ესე ქვია. და საქართველოში მართლა ძალიან დიდი რესურსი დამჭირდა, მეგობრების შეწუხება იქ, რომ ერთი სად ვიშოვე, მეორე სად, მესამე სად და ასე შემდეგ. ანუ ადგილი, სადაც მაგალითად მიხვიდოდი და ერთ ადგილას აკვდებოდათ და ძალიან ბევრ ქვეყანაში ერთ ადგილას არის ლაბორატორიებშია. ხო, იყო თქვა მაგალითად არის ეგრეთ წოდებული გლაუბოქსი, ხო? ეს ხელს რო შეეყოფდა შიგნით თქვა არგონის გარემოში რაღაცას აკეთებ იმისათვის, რომ თქვა არ იყოს მაგალითად შიგნით თქვა ჟანგბადის თუ თქვა წყლის რაღაცა ნაწილაკები, ხო? და ეს ppm-ებით იზომება particle per million, ძალიან მცირე უნდა იყოს და შენ საქართველოში ის პროფესიონალური სადაც შენ რაღაც კონკრეტულ თემაზე შეგიძლია იმუშაო არ არის. ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში სოხუმის არის ჩვენთან გამოვიყენეთ კიდეც, თუმცა ის პროფესიონალური, რომელიც თემსოფლიოში ყველას აქვს 3-4 ესეთი გლაუბოქსი ერთმანეთზე გადაბმული, სადაც თქვენ მაგალითად ლითიუმის გამოღება არ გიწევდა ისევ შეტანა, იმისათვის რომ სპექტროსკოპზე ან მიკროსკოპზე თქვათ ანალიზი ჩაატაროთ, ხო, ეგ შეგიძლიათ ერთი გლაუბოქსი და მეორეში გადაიტანოთ მესამეში და ეს ყველაფერი იყო ერთმანეთზე გადაბმული, ხო? არის რაღაცა თემები, რომლებიც ტექნოლოგიები, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შანსი არ აგვაქვს. ჩვენ ძალიან ძვირად დღეს, აი მაგალითად ერთ-ერთ თემას, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, მისთვის და რატომ წავედით მაგალითად სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სან-დიეგოში, ამერიკაში იქ დავამუშავეთ რაღაც თემა, მე ბრიუსელში ჩავედით სტარტაპების მიმართულებით, ჩვენი ფულით და ასე შემდეგ. თითო ლაბორატორია, რომელშიც შევდივართ, ხო, ღირს დაახლოებით 20-30 მილიონი დოლარი, ხო? რომელ სტარტაპს აქვს შესაძლებლობა, რომ ეს 20 მილიონი დოლარიანი პირობითად რაღაცა კონკრეტული ლაბორატორია. ცხადია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ამ კონკრეტულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების სახელმწიფოს დახმარება ამ ტიპის რაღაც ლაბორატორიების დაფინანსება და ასე. ეს როგორც წესი არის ინსტიტუტებზე კვლევის ინსტიტუტი. ისე გზაცე ხო არ იქნებოდა შენი აზრით, იმიტომ რომ ეხლა დიდი პატივისცემა ცხადია ჯიტას, ეხლა ჯიტას ამარა არის, ჯიტას გრანტების ამარა არის დღეს ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემა, იმიტომ რომ ვერ დავიგვექნით ვერც crowdfunding სისტემების სიმრავლით, ვერც ვენჩორული კაპიტალის სიმრავლით, ვერც ენჯელების სიმრავლით. პირველი რეგისტრირებული ოფიციალური ვენჩორული კაპიტალი შეიქმნა დღეს საქართველოში. პირველი, ერთადერთი გვაქვს ოფიციალური ლიცენზირებული. და შენ ძალიან მაგრად თქვი, ძალიან კარგად თქვი, რომ ანუ ჯიტამ რეალურად ის ფუნქციები აიღო ინოვაციების და ტექნოლოგიების გააკეთებინა, და თან მithumes ანუ აქ ცოტა ისეთი ანტილიბერალური ხედვები მინდა გარკვეულწილად გავაჟღერო, ცოტა ისეთი მემარჯვენეული
მემარცხენეული, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო რატო უნდა აფინანსებდეს პირობითად ჩვენი გადასახადებით რისკიან აქტივებს. სტარტაპზე არის საუბარი. რატო უნდა აფინანსებდეს მაშინ სახელმწიფო თეატრს ან სახელმწიფო ორკესტრს? მე ეს რემარკად გავაჟღე. მე ამას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ჯიტას დამცველად ნამდვილად არ გამოვდგები, თუმცა როცა საჭიროა ვიტყვი კიდეც რა ასაკეთებს ჯიტა და აკეთებს მართლა ძალიან ბევრი საქმეს. მაგიტო ვთქვი, ანუ პირიქით, ქების კონტექსტში ვთქვი, რომ ქათინაურის კონტექსტში, რომ ანუ დღეს ჯიტა რო არ იყოს, ჩვენ ეკოსისტემა არ გვექნებოდა, მაგრამ აი შენ რა რეცეპტის თქვი ახლა, მე ალბათ აი სახელმწიფოს ადგილას ცოტა ტრანსფორმირებას გავუკეთებდი აი იმ კაპიტალს. საშუალოდ 200 მილიონზე მეტი გაიცა. აი მარტო აი ერთი პროგრამა რო ავიღოთ, რომელიც ჯიტას პროგრამა არ იყო, საპარტნიორო ფონდის პროგრამა იყო, სტარტაპ საქართველოზე მაქვს საუბარი. ნუ კოლოსალური თანხები გაიცა იქ სტარტაპების დაფინანსებაში და ყველაზე ნონსენსი რა არის. აქედან უმეტესობა სტარტაპი საერთოდ არ ყოფილა კლასიფიკაციით, იმიტომ რომ ჩვენ აი ტერმინებშიც ხო, აი ფუნდამენტური შეცდომები დაუშვით, რომ აი მცირე და საშუალო ბიზნესში აგვერია სტარტაპი, არა და სტარტაპი სხვა რაღაცაა, ხო? ამიტომაც მე პირველ რიგში ალბათ სახელმწიფოს ადგილას ჯერ გავმიჯნავდი ამ ორ კომპონენტს ერთმანეთისგან და მეორე საჭიროებების და მიხედვით მიმართავდი ამ კონტრიბუციას. ეხლა დიდი პატივისცემა მართლა თითოეულ სტარტაპს, მაგრამ ეხლა ხო ფაქტია რომ არც ერთი იუნიკორნი არ ყავს. ჩვენმა სომეხმა ძმებმა გვაჯობეს 6 იუნიკორნი ყავთ სომხეთში. ანუ ეგ არის ჩვენ არც ერთი ჯერ, ხო? ანუ ამასაც პოზიტიურად შევხედოთ, ის რა თანხას დაიხარჯა. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა შექმნა პრაქტიკულად ძალიან დიდი ცნობადობა ქვეყანაში. კი ბატონო. თუ ადრე იყო 2-3, ვთქვათ, მოწადინებული საკუთარი თანხებით და ასე შემდეგ, ეხლა უკვე მასობრივად ამაზე ვსაუბრობ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რაღაცა ძალიან დიდი პლატფორმა, რომელზეც მე დაეშენება, ლუდისა არ იყოს, ხო? ჩვენ გვჭირდება რაღაცა წლები იმისათვის, რომ სუპერ პრემიუმი გავხდეთ, ხო? და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ასევე ჩვენ გვჭირდება წლები, მაგალითსაც ვამბობ, თუნდაც 2 წლის, 5 წლის ჩვენ ლიცენზირებული ვენჩურული კაპიტალის კომპანია არ გვქონდა. დღეს გვაქვს ერთი. მაგალითად, რამოდენიმე წლის უკან პირველი, ხო, ქართული სტარტაპი, რომელიც ეგზიტზე გავიდა და მან, ვთქვათ, პირველები იყვნენ, ვინც საკუთარი კომპანია პულსარეია, ხო? ეს იყო პირველი და მართლა მნიშვნელოვანი იყო. იცით რა მაგარი საქმე შექმნა ამ ახალგაზრდა გოგოებმა და ბიჭებმა ერთად ამ კომპანიისას, ვთქვათ, ეგზიტით, რაც საშუალება მისცეს და მისაბაძი მაგალითები გახდნენ. და ეს ყველაფერი არის მათ შორის დამსახურება იმ რაღაც წვრილ-წვრილად შეკრებილი თანხების, ფულის და ასე შემდეგ პირადი კონტაქტების, რომელიც შეიქმნა. შენ შეიძლება თქვა ჩვენ ზოგადად მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც აქვს უსერიოზულეს და საოცარი კონტაქტები პირდაპირ სან-ფრანცისკოსთან, ბერკლისთან, UC ბერკლისთან მაგალითად. ყავს ძალიან ბევრი კურსდამთავრებული. ძალიან ბევრი ადამიანი ქართველი, რომელიც არის ძალიან წარმატებული სხვადასხვა ქვეყანაში, თქვა ყაზახეთში, ამერიკაში და ასე შემდეგ და ყაზახური ერთ-ერთი კასპი ჯგუფი, ხო, იუნიკორნი ქართველის დაფინანსებული და დაფუძნებული. ანუ ჩვენ ეს პოტენციალი გვაქვს, როგორც უცხოელები საქართველოში, ძალიან მაღალი რანგის ადამიანები, კონკრეტულად გვარით და სახელებით, რომელთანაც მეგობრობა და ურთიერთობა გვაქვს და არიან ქართველები საზღვარგარეთ კონკრეტული გვარი და სახელით, რომელსაც ყველაფერთან ერთად თავის ქვეყნის სამშობლოს ძალიან დიდი სიყვარული აქვს, ხო? ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ ეს ორი, თქვათ, ადამიანების ჯგუფი ერთად შევაერთოთ და რამხელა სინერგია მოხდება. და ეს ყველაფერი დავადოთ, დავაშენოთ იმ ჩვენეული გაგებით ინოვაციურ ეკოსისტემას. ეს ფრაგმენტიზაცია აღმოფხრათ ამით. ხო? მხოლოდ ამით შეიძლება წარმატების მიღწევა და ეს არის Silicon Valley, სხვა რამე კი არა. ეს mindset-ი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის. ნუ სტენფორდის კაფეტერიაში რო შეხვიდე, შეიძლება იქ ვიღაცა დახვდეს, ნუ ერთ-ერთი მასკი, რომელიც რაღაც კუთხეში ყავას სვავს, მაგალითად. და შეიძლება გაესაუბრო და იქ ვიღაცა ფიჩს აკეთებს, ხო? ანუ ჩვეულებრივი ცხოვრების წესია ეს ყველაფერი. თუმცა ეს ჩვენთან მოვა აუცილებლად. მოვა coworking სივრცეების საშუალებით. მოვა ძალიან დიდი ინოვაციური ცენტრების, აქცელერატორების საშუალებით. მაგალითად საფრანგეთში, როგორიც არის Station F, დიდი უშუალებელი რკინიგზის სადგური ქალაქის ცენტრში გააუქმეს, როგორც რკინიგზის სადგური, რკინიგზზე გადაიტანეს და ის ამხელა 30,000 კვადრატული მეტრის, ასე ვთქვათ, შენობა არქიტექტურული შედევრი სხვათა შორის ბეტონში ჩამოსხმული, თუმცა მე შუშებში ჩასვეს, ძალიან ერთ-ერთი საოცარი
ასე ვთქვათ, ინოვაციური ცენტრი გახდა. Station F, სადაც ყველა მთელი ინოვაციური ეკოსისტემა ერთ სივრცეში მოხვდა. Factory Berlin, ჩემი საყვარელი Factory Berlin, რომელიც არის დაახლოებით 10000 კვადრატზე და რომელიც იყო ლუცახარში. მაგალითად, ლამაზი ლუცახარში გამოშიგნეს. მთლიანად გააკეთეს ინოვაციური ეკოსისტემის ყველა კომპონენტი, სტარტაპერები შიგნით არიან, რისკის კაპიტალის ტიპები შიგნით არიან, ვენჩორების ყველა შიგნით არის და შესაბამისად იმდენი, ასე ვთქვათ, ისეთი, ასე ვთქვათ, სინერგია ხდება, რომ სწორედ ეს არის რეცეპტი ნახსენები იუნიკორნის, ვთქვათ, იმაში ფრანკფურტში, ესე ქვია, ფრანკფურტ კვარტიერ 6 შეიძლება ვწდები 5-6 მილიარდი ევრო აქვს აწეული საკუთარი სტარტაპებისთვის 8 წლის თავზე. ამას ყველაფერს ემატება ის, რომ თან ამ ხალხს ვიცნობთ, პირდაპირ კონტაქტები გვაქვს. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი ჯამში, უბრალოდ აი ეს ფრაგმენტული კომპონენტები და სამწუხაროდ ცოდნაც ესეთი ფრაგმენტული გვაქვს, მე რაღაცა ვიცით, მე რაღაცა იცით, მაგრამ ამას არ და ვერ ვაერთებთ. ეს არის პრობლემა დღეს საქართველოში, რატომ? იმიტომ რომ რაღაცა სხვა თემებით ავართ დატვირთული, სხვა ყოფითი პრობლემებით ავართ, ასე ვთქვათ, სავსე და იმის გადაწყვეტა გვიწევს, მაშინ როდესაც ჩვენ სხვა თემებზე უნდა საუბრობდეთ და სხვა თემები უნდა იყოს ჩვენი თქვათ აბსოლუტურად გეთანხმები. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ნაწილის ასე ვთქვათ, შესაძამებლად research-ისა და development-ის ნაწილზე, რაც უფრო ბევრი ფული იქნება შესაძლებელი, available, ასე ვთქვათ, მით უკეთესი. წვდომა უნდა იყოს, როგორც მაღალრისკიანი, ასე ვთქვათ, კომპონენტის, ასევე სახელმწიფოს, საგრანტო თემების და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი მაგალითად, ძალიან კარგი მაგალითია, ყველამ ვიცით, Tesla-ს ბატარეების Gigafactory, ხო? ნევადაში. კონკრეტული Tahoe Reno Industrial Center, ესე ქვია, იმ ადგილს, სადაც ეს უშუალებელი, ასე ვთქვათ, ქარხანა ააშენეს. წლების წინ პირდაპირ, ასე ვთქვათ, ნევადის შტატმა უფლება მისცა პრაქტიკულად აჩუქა ეს ადგილი. და შტატმა ჩადო ძალიან ბევრი ფული. იმისათვის, რომ იმ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო ეს ქარხანა. ანუ დაახლოებით ესეთი მიდგომები მინდა, რომ აქაც იყოს არის საკანონმდებლო, თუმცა უფრო მეტი აქტიურობა, მეტი ინიციატივა, მეტი ლიდერობა, ამ შემთხვევაში მეტი საკითხების თავის თავზე აღება, რომ შენ როდესაც გადაწყვეტილების მიმღები ხარ, ხო, როგორც მინიმუმ უნდა თქვა, რომ ეს უნდა გაკეთდეს და შენ თავზე აიღო და დაიცვა და ყველგან უნდა ისაუბრო. ეს არის ჩემი აზრით სწორი ლიდერის ფუნქცია, როგორც კომპანიაში, სხვათა შორის. და კომპანიაში, შეგიძლია ჩემი კომპანიის მაგალითით, ყველა თემა მეხება მე, რომელიც ეხება ჩემს კომპანიას. და ყველა თანამშრომლისთვის, ყველა საკითხი ეხება ყველა თანამშრომელს, რომელიც ეხება კომპანიას. იმიტომ რომ არაპირდაპირად ეს მისი ადგილი, მისი ჰაბიტატია. და ასე შემდეგ. ანუ ეს არ უნდა იყოს, ეს ჩემი თემა არ არის, არ მეხება. ესე არ უნდა. ძალიან მაგარი მსჯელობა. მოდი, მადლობა რა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მოდი გადავიდეთ მორიგ პუნქტზე, ეს მეხუთე პუნქტი იყო, მე მგონი, სადაც ეკოსისტემა ახსენე. აი, მაგალითად სიტყვაზე, რატო განვითარდა საქართველოში, ჩემი აზრით ასევე, ერთ-ერთი ეკოსისტემა სტარტაპული კუთხით ფინტექზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მას დახვდა ძალიან დიდი ნედლეული. როგორც არის, მას დახვდა ინდუსტრია. ინდუსტრია, ბანკო სექტორი, ხო? აი, მაგაზე მაქვს საუბარი, რომელიც გახდა მე მათ მიერ პროვაიდირებული სერვისების შემსყიდველი. და მაგიტომაც არის მე, რომ აი, თუნდაც ბევრი ფინტექ კომპანია, რომელზეც აი ისევ და ისევ სხვა ყოფითი საკითხებით ვართ ჩვენ დაგავებული და არ გვცალია ამაზე ლაპარაკისთვის, ჩვენზე არა მაქვს ლაპარაკი. აი უნდა ვილაპარაკოთ ესეთ თემებზე, როდესაც რამდენიმე ქართული ფინტექი მაგალითად გავიდა თუნდაც ცენტრალური აზიის ბაზარზე პირობითად და ამ შემდეგ ნუ აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ისინი მსხვილი ბანკებისთვის გახდნენ საკუთარი სერვისების მიმწოდებლები, იმიტომ რომ ინდუსტრია, ეკოსისტემა დახვდათ მათ და ამიტომაც არის ფინანსური ტექნოლოგიები დღეს ერთ-ერთი მოწინავე. რისი დეფიციტიც არის დღეს სხვა სექტორებში, იმიტომ რომ აი შენ სწორად აღნიშნე, რომ აი თითქოს აი ეს სექტორები აბსოლუტურად სეპარირებულად არიან ერთმანეთისგან, ხო? ანუ სექტორი თავისთვის არსებობს, იმას ინოვაციების იმპლემენტირება ნაკლებად უნდა და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. მაგისადა მე მაინტერესებს, აი რა შეიძლება იყოს ინდუსტრიული მხარდაჭერის კომპონენტიც, რომ ინდუსტრიამ ინოვაციას ცოტა სხვანაირად შეხედოს და ინოვაციამაც ინდუსტრიას შეხედოს ცოტა სხვანაირად. უბრალოდ სტარტაპებამდე იყო ეგრეთ წოდებული spin-off-ები. რა, ან კომპანია, როდესაც რაღაც თემაზე ფიქრობს, შეიძლება მას გამოყოფოდა რაღაცა unity და spin-off-ი გაკეთებულიყო მისგან. და კომპანია მხარი დაეჭირა. კი ბატონო. შემდეგ სტარტაპ ეკოსისტემა, როგორც ესეთი განვითარდა, თუმცა ეხლა მთელი, ასე ვთქვათ, ტენდენცია არის სტარტაპსა და spin-off-ის
ამ თემებს შორის დაახლოებით ესე რომ ჩამოვაყალიბოთ არა მხოლოდ სტარტაპი ცალკე მდგომი, არამედ ინდუსტრიის ლიდერების თუ ინდუსტრიაში ძალიან გარკვეული ადამიანების მიერ გაკეთებული სტარტაპი, რომელიც კონკრეტული კომპანიის მხრიდან არის მხარდაჭერილი და ეს არის რაღაც შუალედური სპინ-ოფსა და სტარტაპ შორის. წარმოიდგინეთ, მე მაგალითად მივდივარ ინდუსტრიიდან კონკრეტული თემით, რომ მაქვს რაღაცა იდეა და იმისაც რომ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ინტერესთა კონფლიქტი, მე მივდივარ, შესაბამისად ვქმნი პროდუქტს და უკვე ჩემი ყოფილი კომპანია მეხმარება და ინდუსტრია მეხმარება და ვიცნობ ყველას, ვიცნობ და ასე შემდეგ. ანუ დაახლოებით ესეთი თემები მოდის, ახლა ტენდენცია ესია. განსაკუთრებით ეს არის ფინტექში, იმიტომ რომ შიდა, ასე ვთქვათ, გამოცდილება თუ არა გაქვს, ესე ცარიელი აერიდან მოტანილი იდეით, თქვენ ვერაფერს ვერ განახორციელებთ, თუ პრაქტიკულ სიფრთხეში არ იცით იმ პრობლემის არსი. ხო, ზოგადად კიდევ ერთხელ ვამბობ. პირველი არის პრობლემა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ რაღაც თემით, ხო? ეს იდეა არის, პრობლემა მაქვს და შემდეგ ეს პრობლემა მე უნდა გადავწყვიტო რაღაცა საკითხით და ეს ჩემი გადაწყვეტილება არის უკეთესი ვიდრე ბაზარზე არსებული. ხო, ანუ კონკურენტთან მიმართებაში. შემდეგ კიდე ერთი შეკითხვა, რამდენად ძვირიანი აფიგიჯდება ეს ყველაფერი, შეიძლება ეს უფრო $1,000,000 გადაწყვეტა იმ მარტივი პრობლემის, თუმცა ძალიან კარგი გადაწყვეტა, მაგრამ ამდენი თაღის გადახდელი არავინ არ აქვს, ხო? უკვე ფინანსური განზომილება შემოდის. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ზოგადად საუბრობთ ამ თემებზე, ინდუსტრიაზე, ჩვენ ყოველთვის უნდა ნომერ პირველ ადგილას დავაყენოთ ის ადგილი, სადაც ეს გამოყენება მოხდება. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ინდუსტრიის მცოდნე ადამიანები, რომელმაც იცის ესა თუ ის სფერო, და შეიძლება ლოგისტიკა იყოს, ტრანსპორტი იყოს, ზოგადად მომსახურების სფერო იყოს და ასე შემდეგ, ანუ შენ ის ინდუსტრია უნდა იცოდე და შემდეგ ამ ინდუსტრიაში უნდა მოახდინო როგორც მინიმუმ ამ ყველაფრის გატესტვა. ფინტექი საქართველოში ერთმნიშვნელოვნად წარმატებულია და ძალიან კარგია რომ წარმატებულია, იმიტომ რომ მას ძალიან ძლიერი ინდუსტრია ყავს უკან. ზურგს უკან. შესაბამისად, ნებისმიერი ამ თემის გატესტვა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ესეთი დიდი ინდუსტრიის ყოლა და აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპონენტები რაც ჩამოთვალეთ, განათლების კომპონენტიც არის, იდეებიც არის, სტარტაპერებიც არიან, ინდუსტრიაც არის, მხარდამჭერი ორგანიზაციებიც არის, სახელმწიფო პოლიტიკაც არის ამ მიმართულებით მხარდაჭერილი და შესაბამისი რისკის კაპიტალიც არსებობს. აი, ეს არის ძალიან კარგი მაგალითია ფინტექი იმისათვის, რომ ეს ეკოსისტემა როგორ არის შეკრული. იქ ფრაგმენტირებული არაფერი არ არის. აქ მეორე საკითხია, მაგალითად, რომ ყველა დიდ, ასე ვთქვათ, ბანკს ამ შემთხვევაში რაღაცა თავისი ფინტექ მეგობრები და კომპანიები ყავს, რომელიც თანამშრომლებიან და ეხლა ესეთი რაღაცა რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, უცბად, რომ ამ ყველა ბანკს, რომელსაც ცალკე ყავს ერთი თითო ჯგუფი, პირობითად რომ იყოს მხოლოდ ერთი ჯგუფი და ყველა ბანკს ემსახურებოდეს. წარმოგიდგენიათ, რამხელა მათ შორის ადამიანური რესურსი გამოთავისუფლდება, რომელიც სხვა თემებში იქნება უფრო წარმატებული. ანუ აქ უკვე ეფექტურობა, ხო, efficiency and effectiveness. ანუ ეს თემა შემოდის და ასე შემდეგ. თუმცა წლები ამისი, ასე ვთქვათ, მკურნალი, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უცბად ვერ შევქმნით რაღაცას. ხო, ნელ-ნელა განვითარებით, თუმცა ეს ნელ-ნელა პროცესი თუ ვიღაცა 20 წლის განმავლობაში გაიარა, რომელიმე ქვეყანა დღევანდელი ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, დონის შემთხვევაში, რაც ჩვენ სამყაროში არსებობს დღეს, ამას უფრო სწრაფად გავიგე. თუ ადრე 20 წელი დაჭირდა ვიღაცა, შეიძლება დაგჭირდეს 2, 3, 5 წელი. ძალიან მალე გავიგე. ასე შემდეგ. მოკლედ, ესე იგი, აი ეს სწრაფად გავიდა 55 წუთი ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ძალიან მაგარი მაგალითებისთვის, მსჯელობისთვის, რეკომენდაციებისთვის, ოპტიმიზმისთვის, რომელიც ნამდვილად გააჩინე და მოკლედ, რა ვიცი, მინდა ძალიან ბევრი წარმატებები გისურვო. ბევრ ფრონტზე, ყველა ფრონტზე, რა ფრონტსაც ეჭიდები და მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობა. ძალიან დიდი მადლობა სანდრო. მომავალ შეხვედრამდე. გაიხარე. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი